სელენა გომესი პოლიტიკაში შედის. მსოფლიოს პირველი ხელოვნური ადამიანი. მაუნა ლოე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანი, იფეთქებს 2 წელში ამ სტატისტიკების მიხედვით. ნახეთ, ყოველდღე ასეთი ამბები გვხვდება. საყურადღებო, შოკის მომგვრელი სათაურებით. ამდენი რამე ერთად და ჩვენ ხშირად ერთხელ თუ ნახეთ, ეგრევე ვიჯერებთ. გაიგე, სპეციფიკი განაჯენებელი შეიქმნენ. ეგარ ვიცი, მაგრამ ნოთები გარდაიცვალა. იცოდი სეზონ დაიწყება. საიდან მოიტანა? სოციალურ ხო, აკემა ტიტანიკი ოკეანიდან ამოიყვანა. საიდან? შენ დაიჯერე? ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. როდესაც ახალ ინფორმაციას ვიგებთ, ჩვენ ხშირად უმოქმედებთ, გავაზიარებთ, გავავრცელებთ, ისე რომ არც კი შევამოწმებთ. ისე, რომ არც კი გვეცოდინება, ეს ინფორმაცია მართალია თუ ტყუილი. გამარჯობა, გაიგე, დონალდ ტრამპი გარდაიცვალა. პრომოცია გამოდის. შანსი არა, ფესტივალს უყურებ. კონფერენციაზე. აი ეს არის იდეალური მაგალითი. ამ ორმა მოსწავლემ ახალი ინფორმაცია გაიგო და ეგრევე გადაწყვიტა მისი გავრცელება. იმის მიუხედავად, რომ არ იყვნენ დარწმუნებულები, მართალი იყო თუ ტყუილი. ამან გამოიწვია დაბნეულობა, არა მხოლოდ მათში, არამედ სხვა ხალხთანაც. ახლა გაიგე, დონალდ ტრამპის სიკვდილი სულაც არ ყოფილა ნამდვილი. რა? საიდან? კი, მაგრამ სოციალურ ყველგან ეწერა. ვინ გითხრათ? თონიკემ გითხრა. და თონიკებს აიდან იცის. ეს არის კონფერენციაზე. აიგემა მაგრამ მოხდა ხოლმე და დაუკვირდა სასმაკულო. მართალია, ნამდვილად უნდა ვიყოთ უფრო დაკვირვებულები. მაგრამ რას ნიშნავს ეს დაკვირვებულობა? დაკვირვებულობა ნიშნავს, რომ არ ვიჯერებთ ყველაფერს, რასაც პირველივე ჯერ დავინახავთ. ნიშნავს, რომ სვავთ კითხვებს. საიდან მოდის ეს ამბავი? ვინ თქვა? რატო? დაკვირვებულობაა, როცა ერთი წამით ჩერდებით და ვიაზრებთ. როცა არ უეძებთ სენსაციას, არამედ უეძებთ ჩვენ სიმართლეს. და როცა საკუთარ გონებას არ უიცდებით, რომ ვიღაცა სხვამ გააკონტროლოს. და ასე თუ მოიქცევით, არც დეზინფორმაცია მოგვატყუებს და არც ხელოვნური ინტელექტი შეგვაცდენს. დაკვირვებულობა, ეს ჩვენი უძლიერესი იარაღია.